უნდა ავაგოთ წრფივი განტოლება ამ გრაფიკისთვის 5x დამატებული 2y უდრის 20-ს. ამ წრფეზე არის ყველა კოორდინატი x-ის და y-ის ყველა მნიშვნელობა, რომელიც აკმაყოფილებს აი ამ კავშირს აქ. მარტივად რომ გავაკეთოთ, უნდა გავაკეთოთ ცხრილი, სადაც დავწერთ x-ის და y-ის მნიშვნელობებს და გავიგებთ y-ის შესაბამის მნიშვნელობას ამ კავშირზე დაყრდნობით. მაგალითად, უფრო რო გავამარტივოთ, ჯერ მოდი გადავწეროთ 5x + 2y უდრის 20-ს. მოდი ორივე მხარეს გამოვაკლოთ 5x-ი. გამოვაკლოთ 5x-ი. მეორე მხარესაც გამოვაკლოთ 5x-ი, მარცხნივ გაგვიბათილდება და დაგვრჩება მხოლოდ 2y, დაგვრჩება 2y უდრის 20-ს გამოკლებული 5x-ი. ეხლა ყველა წევრი გავყოთ 2-ზე. გავყოთ ესენიც 2-ზე, დაგვრჩება y უდრის 10-ს გამოკლებული 5/2x-ი. მას შემდეგ რაც ამას ვიყენებთ, მოდით ავიღოთ x-ის მნიშვნელობები და ვნახოთ რა იქნება y-ის შესაბამისი მნიშვნელობები და შემდეგ აღვნიშნოთ უკვე კოორდინატთა სიფრთხეზე. მოდი დავხაზოთ ცხრილი, აქ გვეწეროს x-ი და მეორე სვეტში გქონდეს შესაბამისი y-ის მნიშვნელობები. მოდი დავიწყოთ, შეგვიძლია დავიწყოთ, როდესაც x-ი უდრის 0-ს, ყველაზე მარტივი შემთხვევა არის, როცა x-ი უდრის 0-ს, y იქნება 10 გამოკლებული 5/2 გამრავლებული x-ზე. 5/2 გამრავლებული 0-ზე გვაძლევს რა თქმა უნდა 0-ს და y-ის მნიშვნელობა გვექნება 10. ამიტომ კოორდინატები ამ წერტილის იქნება 0 და 10. როცა x-ი უდრის 0-ს, y უდრის 10, ანუ 0, x-ი უდრის 0-ს და ეს იქნება ზუსტად ღერძის შუაში და ავალთ მე-10 ნიშნულზე 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. აი აქ ამ წერტილში იქნება ეს მოცემული მნიშვნელობა 0 და 10 იქნება კოორდინატები. მოდი გავაკეთოთ სხვა წერტილი, ვთქვათ x-ი უდრის 2-ს, გაგვიმარტივდება, იმიტომ რომ წილადში გვაქვს 2 მნიშვნელში. x-ი უდრის 2-ს, ამ დროს y-ის მნიშვნელობა იქნება y უდრის 10-ს გამოკლებული 5/2 გამრავლებული 2-ზე. აქ გვექნება 5, აქედან გამომდინარე y-ის მნიშვნელობა იქნება 10 გამოკლებული 5, რაც უდრის 5-ს, ანუ y ამ დროს იქნება 5. ესე იგი წერტილის კოორდინატები გვექნება 2 და 5. როდესაც x-ი უდრის 2-ს, y იქნება 5. აქ იქნება 2 და აქ გვექნება 5-მდე ავდივართ 1, 2, 3, 4, 5. აი აქ იქნება ეს წერტილი. როცა ვხაზავთ წრფეს, ნამდვილად დაგჭირდება ეს ორი წერტილი მაინც და შემდეგ შეგვიძლია გავავლოთ ეს წრფე. მოდი კიდე მეტი პრაქტიკა რომ მივიღოთ, მეტი წერტილი გავაკეთოთ. მოდი ვთქვათ x-ი უდრის 4-ს. როცა x-ი უდრის 4-ს, y უდრის 10-ს გამოკლებული 5 შეფარდებული 2-თან გამრავლებული 4-ზე. ეს იქნება 5x2, 2-ზე გაიყოფა. 5x2, ანუ 10 გამოკლებული 10, გვექნება 10 გამოკლებული 10, ანუ y უდრის 0-ს. როდესაც x-ი უდრის 4-ს, y-ის მნიშვნელობა გვექნება 0. ანუ ეს წერტილია კოორდინატებით 4 და 0. მოდი აქ იყოს, აქ გადავთვალოთ 4 იქნება აი აქ. აი ამ წერტილზე იქნება მესამე ჩვენი წერტილი. ეს იქნება ჩვენი მესამე წერტილი და შეგვიძლია გავაგრძელოთ და სხვა წერტილებიც ვიპოვოთ, რა თქმა უნდა, თუ მოისურვებთ, მაგრამ ორი მათგანი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ წრფე დავხაზოთ. წრფეს ექნება დაახლოებით აი ესეთი სახე. დაახლოებით ესეთი სახე ექნება წრფეს. შეგვიძლია გავაგრძელოთ ორივე მიმართულებით, რა თქმა უნდა. შეგვიძლია გავაგრძელოთ, ეს არის ჩვენი წრფის განტოლების გრაფიკი, რაც ზემოთ გვიწერი არის. წრფის განტოლების გრაფიკი და შეგვიძლია წრფე ცოტა უფრო მუქი იყოს, იმიტომ რომ არ ჩანს კარგად ამ ფონზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მთავარი იდეა გაიგეთ.